მოგეხსენებათ სპორტული საზოგადოება ერთად დადგა იმის საწინააღმდეგოდ, რაც დღეს უმსგავსება ხდება სპორტსმენების წინააღმდეგ და გადავწყვიტეთ შეგვემუშავებინა მიმართვა საზოგადოებისადმი და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი. თქვენ დარიგებული გაქვთ ალბათ პრეს-რელიზი მიმართვა, მაგრამ ჩვენ მე მომეცა უფლება წავიკითხო ეს მიმართვა და შემდეგ ალბათ თუ კითხვებია, გავცეთ პასუხი და ვისაუბროთ. საქართველოს სპორტული საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობასა და სპორტის საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჩვენ საქართველოს სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები მიუმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობასა და სპორტის საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვაცხადებთ, რომ საქართველოში შექმნილია მძიმე პოლიტიკური ეკონომიკური ვითარება და სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები ყველა სფეროში. ხელისუფლება ცდილობს შექმნას იმის ილუზია, რომ სახელმწიფო დემოკრატიის გზას ადგას, რითაც შეცდომაში შეჰყავს როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ასევე ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები, მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება. ხელისუფლებამ ქვეყანაში მოახდინა სპორტისა და სპორტსმენთა პოლიტიზაცია და სპორტსმენები დაჰყო არასპორტული მიღწევების, არამედ მისდამი მორჩილების მიხედვით. ყოველივე ეს ქვეყანაში სპორტისა და სპორტსმენების ღირსების შელახვას იწვევს. გარდა ამისა, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ხელისუფლება სპორტსმენებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტებისა და ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეების დასაშინებლად, დასაჩაგრავად და დასასჯელად. ქმნის ჯანღონით გამორჩეულ სპორტსმენთა სადამჯელო რაზმებს, რომლებიც განსაკუთრებით დაუნდობლად უსწორდებიან სწორედ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მათ შორის სპორტსმენებსა და მათი ოჯახის წევრებს, მხოლოდ განსხვავებული მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირების გამო. ეს კი სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობად შეიძლება იქცეს. მიუმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებს და ვთხოვთ, მოახდინონ სათანადო რეაგირება ხელისუფლების ამგვარ ქმედებებზე, შეწყდეს ზეწოლა და რეპრესიები სპორტსმენებზე, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირება. ოლიმპიური მოძრაობა და სპორტი თავისი არსით მშვიდობის სამსახურშია. ის არ შეიძლება განიხილებოდეს ერთი ან რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის კუთვნილებად. სპორტი მთელი ქვეყნის, მთელი საზოგადოების საკუთრება და საზრუნავია, ერის საამაყო სიმდიდრეა. მოგვართავთ სპორტულ სამყაროს წარმომადგენლებს, შემოუერთდით ჩვენს მიმართვას. მოგახსენებთ, რომ ამ მიმართვას უკვე შეუერთდა დაახლოებით 130 სპორტსმენი, რომელთა რიგებში არიან როგორც ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები და ეს ადამიანები მხოლოდ ნაწილია იმ მრავალრიცხოვანი სპორტსმენებისა, რომლებიც მზად არიან შემოუერთდნენ ამ მიმართვას. დროთა განმავლობაში ჩვენ დაგზავნილი გვაქვს წერილები უცხოეთში მოღვაწე სპორტსმენებთანაც, ჩვენ თანამემამულეებთან და ვიმედოვნებთ, რომ ამ წერილს და ამ მიმართვას შემოუერთდება კიდევ მრავალი სპორტსმენი, სახელოვანი ადამიანი, როგორც მოქმედი, ისე ვეტერანი. ეს არის ყურადღების გამახვილება და ეს არის გაფრთხილება. თუნდაც მომავალი ხელისუფლებისთვის შეცვლის შემთხვევაში. გაფრთხილება იგივე დღევანდელი ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ მართლაც არ შეიძლება სპორტი იყოს პოლიტიკური. ამდენი მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიური ჩემპიონი, სხვა ჩემპიონები ამ პროცესებში რო ჩაერთებიან, იმ ქვეყანაში არ შეიძლება კარგად იყოს საქმე, იმიტომ ამდენი წლისა ვარ მე და ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო დღესაც და თამამშვიდებელი და ენერგიის მომტანი არის ის სამყარო, რომელსაც სამყაროშიც მე ვტრიალებდი. და არადა მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ მოგწონს ხელისუფლებისგან მის მიერ ჩატარებული ეს რეპრესიები შენი ხალხის წინააღმდეგ და მთელი ეს შენი მოკლედ რო არ მომწონს მე შენი ქმედებები და მე აზრს ვაფიქსირებ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც მაქვს უფლება მოქალაქე კონსტიტუციური უფლება გამოვთქვა ჩემი მოსაზრება და მე ამის გამო ტერი არ უნდა ვიყო ამ ხელისუფლების თვალში. იმიტომ რომ მე კარგის მეტი ქვეყნისთვის არაფერი არ გამიკეთებიან. აი ეს მიმართვა არის ზუსტად მიმართული იქითკენ, რომ სპორტი იყოს თავისუფალი აბსოლუტურად. სპორტი ყოველთვის უნდა იყოს ქვეყნის სამსახურში და არა რომელიმე მმართველის სამსახურში.
მოგესალმებით. ამისთვის ხელფასუხლიანა პრემია